მაშინ რატომ ღობავენ? ღარიბაშვილი მოდის, რიჯვაძე მოდის. რატომ ღობავენ მაშინ? შემოღობეს მაშინ და დაამთავრეს ეს ყველაფერი. წევიდა ახსნეს ხობე და ვსო და მოხდა აგერაც უნდა მომხდარიყო. და ეს ვისი ბრალია და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი. მაინც ეგენი რომ მოდიან უსაფრთხოება მაშინ არის დასული და აგერ რომ ბავშვი რომ ეს ვისი ბრალია. ამაზე გაგვცემ პასუხი. ამაზე. კი არ აშენებენ და ოცნების ქალაქი და ოცნება რა არის? მაგათმა ნახდათ არ იციან. ოცნება ის არის რომ ბავშვი რეაქცია ყურა და ბავშვმა გაიძაბოს არანს თუ დაიხჭოს იქა. და ყურები გამოიპერტყონ ყურები და მიხედონ ოცნების ქალაქს. რო აიღეს ეს სახლები დრო მისცეს ვისაც ბინერი მისცეს დრო მისცეს. 2 დღე მისცეს, 3 დღე მისცეს, 1 კვირა მისცეს სახლებს დაშლითო, თქვენინები თუ არ დაშლითო, ჩვენ დაგინგრევთო. ზოგმა დაშალა, ზოგმა თავისი დაშალა, ზოგმა ვერ დაშალა. ვერ დაშალა, მათ დაანგრიეს. ამ ხელა ტერიტორიას რომ შლი უსაფრთხოება ხომ უნდა დაიცვა. რატო არ იცავენ ეს უსაფრთხოება? ჯერ ის კომპანია რომ შემოიყვანეს. ჯერ რა ვთქვა პროსტო არ ვიცი რა. რაც ხედავთ აქ რა რაც მოხდა რა. კაით რა. გაიტანეს აქ ბების გაიტანეს შებენი გაიტანეს ფული აკეთეს. აგერმა გადაღებული და ნახეთ თუ კიდე ფული აკეთეს და თუნდაც გადავანები დატიეს. ფული გააკეთეს, ფული და შეკრული იყო ყველა. დაწყობილი დიდია ჩემი და დაწყობილი ყველა. აი ახალი კორპუსების ეზოში კანალიზაციის პრობლემა ისევ არის გუბეებით გასა ბავშვები თამაშობენ. იქაც შევარდება, იქაც არის. თავახტილი კანალიზაციებია იქაც. ეზოში მომითხარეს და მე ჩემი ხელ დამოავსე. მაგის გამო დამიჭირეს მეთქი და გადმოვიდა აქაც ვერა ხალხო ეს შემეზოში ვემართო აქაც არის მეთქი. უკანა ხედავთ აქ სადმე შემოღობილს. თქვენ ხედავთ აქ შემოღობილს. თქვენ თვითონ ხედავთ შემოღობილს ტერიტორიას? არა ხო? ლენტია ბავშვი რომ მოკდა მაშინ შემოღობეს ლენტით. პოლიცია მევიდა და თავიანთი ლენტი მათ შემოარტყეს. უსაფრთხოება ხო? ყველა მშენებლობის ვალია. რომ ჯერ უსაფრთხოება უნდა დაიცვათ და მერე მშენებლობა უნდა დაიწყონ. აგენმა ხო? ჯერ მშენებლობა დაიწყეს და ალბათ მერე უსაფრთხოებასაც დაიცავდნენ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ ჯერჯერობით უსაფრთხოება დაცული არა. უსაფრთხოება რო დაცული არა, იმიტომ მოხდა ასეთი ინციდენტი. შეიძლება რომ გადარჩენილიყო ბავშვი ნამდვილი. როდესაც მოდის და აშენებს მშენებარე, ეს მისი ვალია რომ შემოღობოს, სადაც რო აკეთებს რაღაცას, ხო? დაიწყეს მუშაობა და მერე ის უნდა შემოღობონ და არც ის არ უცით თუ შემოღობავენ. აქ რო ერთი ქოხი ჩავდგათ და მერწმუნე, ხო? მთელი მთავრობა ფეხზე დაგვადგება. ეხლა რას ვაკეთებთ? პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ? ჩემი იქნება, სხვისი იქნება, ისიც დამეწვება, ხო? გინდა თქვენი იყოს, ხო? რატო უნდა მომხდარიყო ესეთი რაღაცა? ვინ აგებს პასუხს? თქვენს ხედავთ რა ხდება აქა და რის გამოთაც ბავშვები დაიხჩენ და 2 ოჯახი გაუბედურდა ამ ტრაგედიის გამომდინარე. ახლა მაგ ბავშვებს მაგ ოჯახს არ უნდა მიცენ ისეთი რომ ეს ტყივილი და ეს ისა შეუმსუბუქო შანსი არ არის მაგათო მილიარდი მიცემ მაგ ტყივილს ვერ შეუმსუბუქებენ და მაგნარი ფუფუნება მაგათ ნახდათ არაფერში აღარ არგიან და დანარჩენი კი ხედავთ ახლა მეტი რა გითხრათ მაგ ტყივილს ვერავინ ვეღარ შეუმსუბუქებს თუ გინდა ოქროებით ბინები აუშენონ მაგათ ახლა ღმერთმა ყველა გაიფარონ მასე მაგლა ღმერთმა რომ მე-3 შვილის მამა ვარ და უცებ რაღაცა მომივიდეთ ამ ფერმარკი დაუდევრობით ამ ფერ რაღაცა მომივიდეთ რა უნდა მომცე მაგათმა რომ ის აქვეა ტყივილი და ის გამინერო შანსი არ არის ძმა და აქედან გამომდინარე რა ვიცი მეტი რა უნდა ვთქვა რა იქცევია სწორედ ჩვენს მიმართულებით აგერ ჩანს სახეზე ხო და ჩვენ გვიდა წყნარი ცხოვრება მივხედავ ჩვენ თავს წავიდნენ ეს ფირმა თუ რაღაცა წავიდნენ აქედან ჩვენ თვითონ ჩვენი ხარჯებით კიდევ ავაშენებთ აგერ კოტეჯებს როგორც თავიდან ავაშენებთ და დაგვინგრიეს ისე ავაშენებთ და კიდე ისე ვიცხოვრებთ წყნარად და ეს იქნება მართლა ოცნება, რაფერი ოცნება, ის ჩვენ, რომ ბავშვები არ დაგვეღუპება. ისე ვიცხოვრებ ჩვენ, არა თუ მათ რომ გვიშენებენ, და აგერ ბავშვები რომ იღუპებიან. ისეთი შენობა ჩვენ არ გვინდა. ანუ ხობე არაფერი არის მოწყობილი. ჩანს რამე ხობე არის? ხობე როცა ხდება იცი? როცა მთავრობის წევრები მოდიან, მაშინ აკეთებენ ხობეს.